მაგით არის საქართველოში ეს კუთხურობა განსხვავებული ტიპის ადამიანები ვართ, რომლებსაც განსხვავებული უნარები გვაქვს, ჩვენთან ვერ ახერხებთ. დიდი ძალისხმევა ჭირდებოდა. უელსთან მარტივად, იმიტომ 14-0 ჩამორჩა. როგორც ჩანს ეგ პირობები გამომდინარეობს ეგ საიდან ბავშვებთან ურთიერთობიდან, ბავშვების მომზადებიდან. გამარჯობა, მესამე ტურიც მიილია და ჩვენ ისევ შევეცდებით ახლა კარგად განვიხილოთ რა მოხდა თამაშებზე. ასევე ჩვენმა ნაკრებმაც ითამაშა, 7 კაცას ჰქონდა გასვლა ევროპაში, იქაც საინტერესო ამბები მოხდა და პირველ რიგში აი ამ ყველაფერს განვიხილავთ. აქვე მინდა მადლობა უთხრა მათ, ვინც მცირეოდენი დონაცია გაწია ჩვენთვის, აქვე ხედავთ ანგარის, სადაც შეიძლება ეს გააკეთოთ. დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ ამბავს, მესამე ტური ჩატარდა, ყველაფერი გაირკვა, ვინ ვის ეთამაშება. სანამ მაგას ვიტყვით, მოდი ერთი თამაშები ვნახოთ რა. მოკლედ ჩვენ თამაშზე თქვათ, იმიტომ რომ ახლა წინაზეც თქვით, რომ განსაკუთრებული ალბათ სათქმელი არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენსა და ურუგვაის შორის, მაგრამ მაინც რაღაც საინტერესო მომენტები იყო იქ. გთხოვთ მეგობრებო. ერთი ნუ ლევანის ახლა ყველა მიცის. ყველას მოგესალმებით, ჩემო გულში მოტკივრებო და პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ რაღაც თითოეულა კომენტარი იყო და მაგას თქვენთვის ვაკეთებთ ამ პოდკასტს და მეტი დაინტერესებას თუ გამოიჩენთ და უფრო აქტიურები იქნებით კომენტარებში, ჩვენც ვეცდებით რომ კითხვებზე თქვენს კითხვებზე პასუხი გააგცეთ რა და რაც შეეხება მესამე ტურს, მაგალითად ჩვენი აზრი, ესე იგი ესეთია რომ ყველაზე საინტერესო იყო ჯერჯერობით რაც ვნახეთ მე მგონი. თუ მეთანხმებით მე მგონი ეგრეა რა, ძალიან საინტერესო ტური იყო. ხო, რაღაც მოულოდნელობებიც იყო ჩემთვის პირადად, აი არგენტინას გულისხმობ. ხო, მე პირველ რიგში ახლა სანამ ლევანს ვთხოვთ და ქართული ჩვენი გულდის თქვათ მოკლე ანალიზს გავაკეთებთ, თამაშის ანალიზს გავაკეთებთ, ვეცდები რომ აი თქვათ აქ ესეთი კომენტარი იყო წინა ტურის შემდეგ. მასთან აფრიკასთან თამაშის შემდეგ მე მგონი აქ იყო აი გოგლა შეგელიას ესეთი კომენტარი იყო რომ რატომ არაფერს ამბობთ იმის თაობაზე რომ მოთამაშეები არასწორად იქცევიან თქვა დისციპლინის თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი აპელაცია მიდის მსაჯთან, არასწორი აპელაცია, მსაჯი ღიზიანდება და ასე შემდეგ, ამას აქვს რაღაც ცუდი შედეგები მერე და ასე შემდეგ. მე ამასთან დაკავშირებით მინდა ესეთი რამე ვთქვა, რომ ადრე იყო ესეთი ესე იგი გაგება რა, რომ თქვა კაპიტანის შერჩევის დროს მთავარი პარამეტრი უნდა ყოფილიყო მისი ასე ვთქვათ როგორც სპორტსმენის სიძლიერე, მისი უნარების ხო, არა ვთქვათ რამდენად უფრო მაგარი ბოჭავია, რამდენად უფრო ბურთის წამღებია და ასე შემდეგ. სტერეოტიპი იყო ესეთი. ეხლა ეს იცვლება, ეს ამბავი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უნარს თუ როგორ იმ უნარს როგორ შეუძლია კომუნიკაცია ქონდეს მსაჯთან, რა დროს და რა ფორმით. ეს ცალკე დისციპლინაა, ცალკე ხელოვნებაა, მე როგორც ახლა ხედავ და ამაზე სხვათა შორის ნიკა ამაშუკელმა ისაუბრა, როცა ყავდა სტუმრად ჩვენთან და თქვა, რომ ძალიან ბევრი მიმუშავე მერაბ შარიქაძესთან და რაღაც გარკვეულ დონეს მივაღწია და ძალიან კარგად ახერხებდა ამას მერაბი. მაშინ აი ჩემი აზრით, როდესაც ასეთი ვთქვათ ხასიათის, აი არასწორი მიმართვები აქვს საჯთან და ყველა მოთამაშეს, ბევრ მოთამაშეს აქვს ამის სურვილი რომ რაღაცა უთხრას, მან კაპიტანის როლი უნდა იყოს გამსაზღვრელი. და აი აქ მე მგონია რომ ვთქვათ ეს მომენტი შეიძლება ეს მე ვფიქრობ ვთქვათ აი ამ კითხვის ამ კომენტარის ავტორმა ზუსტად ეს იგულისხმა რა და მე აბსოლუტურად ვეთანხმები რომ კაპიტნის შერჩევისას
მე არ ვამბობ რომ ჩვენი კაპიტანი თქვათ ამას ვერ ფლობს ამ იმას არ ვიცი ეხლა ეს გამოცდილებით მოდის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ ეს მომენტი ჯერჯერობით მინუსი გვაქვს ერთი რაც მინდა მე აქვე ვთქვა რომ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ის რომ ჩვენ გულს არ ეთყობა რომ საჭს აქვს მასთან ჩვენ გულთან დამუშავება. ეგ უნდა მეთქვა, საჯი მუშაობს თუ არა. ხო, როგორც ჩანს არ გავს. არ გავს და მე უკვე მოედანზეც ეთყობა რა ამას ყველაფერს, რა სამწუხაროდ რა. ხო, იყო კიდე სხვა კომენტარიც, აი აბა კულტურაზე ჩავერთვები, ანუ დისციპლინა შიგნით. ანუ მე პირველ თამაშს უყურე ინგლისურ ენოვანი გახმოვანებით რა. იმიტომ რომ იქ აწეული არის მოთამაშეთა შიდა ხმა. ანუ აქ ხა მანდამაიც ქართული მას ეთყობა შიგნით დაწეული იყო და მე მაინტერესებდა როგორ ისმოდა რა და აქ არისო რა. ხო და ძალიან ცუდად ისმინება რაღაცაში და საუბრები რაღაცა. ერთმანეთში ანუ კარგი განწყობით, მაგრამ აი ზედმეტად ის იყო რა რაღაცები ვერ ისმინება კარგად და ჩანს რომ თან არასაჭირო კომუნიკაციები და სხვა შორის სხვა ნაკრებები ლექსიკა თუ რა ქვია არანორმატიული ლექსიკა იქ კარგად ისმოდა იმიტომ რომ შიდა ხმები ეგი მოწონთ ხოლმე მოკლედ ზოგადად ინგლისურ ენოვანის ხშირად არის რა რაგბი პასეც იქაც სემენსკაი ან მოკლედ აქვს ეფექტი კი ხო და აი ის თამიდა სხვა შორის ლიაზონები ვინც არიან ამ ნაკრებებში მაგ ბევრთან ურთიერთობა, რამოდენიმესთან განსაკუთრებით რაღაც გუნდების როცა მაინტერესებს, ხშირად საუბრობთ. და ინგლისზე მინდა ხა მისვლა რამოდენიმე ვარჯიშზე, კიდე თუ მოგცემენ ნებართვას. ეს ვარკვევთ და ანუ რაცო გამოსარჩევი არისო, თითქმის აი ზედმეტი ეს ლაპარაკი საერთოდ არ არის ვარჯიშზე. ანუ ძალიან გამოსარჩევი იყო, იმიტომ რომ საიდან წამოვიდა რომ აი ბოლო წუთებში აი ინგლისი არგენტინა რაც იყო დაღლილი ინგლისი გათიშული ნაკლები და ძალიან ისეთი არასასიამოვნო მომენტებში მოუწიათ ყოფნა და ნუ დაცვა იყო სასწაული დისციპლინა რა ფაქტიურად აი სადაც არ უნდა ითამაშათ რაგში არ შედიოდნენ იქ ნახევარი ნაბიჯის ამბავი იყო რომ სამი ქულა მოეპოვებია იქ არგენტინას და დამთავრდებოდა თამაში და აკონტროლეს ბოლომდე ძალიან დიდ წნეხში იყო არგენტინა ფლობდა უპირატესობას და როდესაც 15 მეტრიანში წავიდა იქ გამოიჭირეს რომ მაგალითად პატარა დეტალი მაღალი მხარით იყო ანუ მაღალი პოზიციით იყო შესული გადაყრაზე არგენტინელი მორაგბე და როგორც კი დაიჭირეს და კონტრაქტი იქვე წაართვეს. შემდეგ ძალიან ბევრი ფაზა იყო სხვათა შორის და ცოტა გასაკვირი იყო რომ არ დაჯარიმდნენ. და ვიდეო რეფერი ჩაერთო ამოწმეს და 100%-ით სუფთად იყო ყველაფერი, რაც ანუ დისციპლინიდან მოდის რა. და ეს თუნდაც აი ზედმეტი საუბარი არასაჭირო კომუნიკაციები არ გვევს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის ეგრე უკეთესია, მაგრამ ვიღაცას ჩარჩოდან იმაშვება. კი და ანუ გვეთანხმები მეც რომ რა თქმა უნდა პრობლემაა ეგ მარტო ამ ნაკრებში არის ზოგადად, იმიტომ რომ ეროვნულიც მომისმენია ხშირად და ეში და საუბრები და ისინი როდესაც აი თუ დააკვირდებით ამას გავსად მოусმენთ, მოკლედ შიდახმა როცა ისმის, თვალშორის საქართველოს ჩემპიონატში იყო და ძალიან დაიწია, მოკლედ აი ხშირი აღარ იყო ეს უცენზური სიტყვებიც, რაღაცა ძალიან გამოსორდა რა და მე გათიშეს ეგ, იმიტომ რომ საჯის ხმაც ისმოდა და არ ვიცი ხა რატო გააკეთეს, მაგრამ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რომ საჯიც, იმიტომ რომ ტელევიზიაში ისმის და თავის იმას რომ მოусმენს რა, ცუდად ისმინება რა. ხო და ეგ საინტერესო დეტალია და ფიქრობ რომ აუცილებელია რომ ყურადღება მიექცეს, იმიტომ რომ მთლიანობაში თამაშზე გავლენას ახდენს. ხო, აი ხა შენ რაც თქვი, მოდი მაშინ ეს ერთ-ერთი ყველაზე კაი თამაში იყო ჩემი აზრით, თუმცა სხვა თამაშებიც კაი იყო, მაგრამ ეს თამაში იყო აი ზუსტად მაგის მაჩვენებელი რა, რასაც ჩვენ დიდხანს ვიძახით, რომ ფსიქოემოციური განწყობა გუნდების როგორია. ეხლა აი დარწმუნებული ვიყავ, იმიტომ რომ ეხაც მგონია, რომ
არგენტინა ინგლისს, ნუ არ ვიცი, 10-დან 9 თამაშს მოუგებს, იმიტომ რომ ჯობია რა, ტექნიკურად, აი როგორ მაგრამ აი იმ დღეს ზუსტად იმ მომენტში არგენტინა იყო ძალიან ცუდ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში, 3 ყვითელი, 1 წითელი თუ არ ვწდები, ამან გამოიწვია რომ ნაკლები იყვნენ. მე ბოლოს ინგლისს აი მართლა არაფერს თავი აღარ ქონდა, მაგრამ მაინც აი დისციპლინის ხარჯზე მოახერხეს და თამაშის შეინარჩუნეს რა ის გარღვევა რაც გააკეთეს 17 ქულიანი მე მგონი ესეც ოსტატობა ხო არა კი რა თქმა უნდა რა და აი ნამდვილად არ მოველოდე არგენტინისგან იმიტომ რომ წინა ორ თამაში ძალიან მაგრამ აი როგორც კი ისეთი მეტოქე შეხვდათ ცოტა ტოლსწორი რა აი არგენტინის ბიჭებმა უთხრეს თავისუფლებას მე მგონი და შენ თავს აკონტროლებ ხო რა აი შეგვიძლია თავისუფლად გაუტოლოთ ხო რა თქმა უნდა კი ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია თან როდესაც თამაში დინამიურად მიდის თუნდაც შეტევაში დაცვაში თუნდაც ის 1-2 პატარა გადახვევა ზედმეტობა მოკლედ გავლენას ახდენს თამაშზე და ნუ შედეგზე რა თქმა უნდა აისახება თავით კაი დაუბრუნდეთ ჩვენებს ახლა ნახოთ აბა რა ხდება. მე ტურზეც ვთქვათ, მაგარი ტური იყო ესეც. 71.3 თუ რაღაც არის საერთო მაჩვენებელი ქულების, ნუ ძალიან მაგარი შედეგია. ნუ არ იყო 100 ქულიანი სხობა, კი დიდი ანგარიშები იყო, მაგრამ იყო 38-40. აი ესეთი კარგი თამაშები მოკლედ უხქულიანი იყო, ეს აფრიკა უელსი ძალიან კარგი იყო. ნუ ჩვენ თამაშად შეეხება კარდინალური სხვაობა იყო და ერთი სასიამოვნოა რომ ერთი თავით მაღლა დგავართ ამათ ანუ ეს დაბალი ეშელონი ვინც არის ქვედა 4-ეული ესე რომ ვთქვათ. ნუ აშკარად ყველაფერში უპირატესობა გქონდა და დაახლოებით ციფრები იგივე სხვაობა იყო. ესპანეთთანაც ეგეთი უპირატესობა გვექნებოდა ლევა? რო ყოფილიყო ესპანეთი. ნუ არ მოგცვა ესპანეთმა მაგის შანსი. წააგო ფიჯისთან და ეხა ფიჯია ჩვენთან. სავარაუდოდ გვექნებოდა. რა, მაგრამ წინასწარ ეხა ის ვარაუდებია რა. მაინც და ამ შემთხვევაში ეხა ურუგვაი, ნუ ამერიკა, ნუ ფიჯი და ის ალბათ ესპანეთის ცოტათი უკეთესები მგონია და ესეც არის რა. მაგრამ ციფრებში სხვაობა იყო დაახლოებით იგივე, რაც ჩვენსა და აფრიკას შორის იყო. ნუ ერთის ფუთის ფლობა საკმაოდ ბევრი გქონდა, ნუ 61-39-ზე იყო. ტერიტორიაცაც 56-40-ზე, წინ მოკლედ ფურს ბევრჯერ ფლობდით და 22 დაკარგვა იყო და 17 ურუგვაი. ხა რას მინდა შევეხო? ანუ ზოგადად აი საქართველოს ჩემპიონატის ტენდენციებსაც რო ვახსენებ, ანუ ძალიან ბევრი კარგვა არის ხა ჩემ გუნდში, აი 30 და მეტიც ყოფილა, ოღონდ ანუ არაუშავს იქ გამომწვევი მიზეზები, შემცირება, როგორმე აი რაში იკარგება, უნდა იცადო ამის შემცირებას, მაგრამ რომ ბურთი არ დავკარგოთ, მაგიტო არ უნდა შევანელოთ თამაში, ან შევინახოთ, პასი არ გავცეთ, პასები შევზღუდოთ. ანუ ამის მიზეზი ეგ არ უნდა იყოს. ანუ არ უნდა იყოს, პირიქით არაუშავს. შეიძლება იყოს ისეთი მომენტები, რომ რაღაც დაგვივარდეს, ლელო მივიღოთ, იქ რაღაც, ნუ მე ჩვენ როცა ვსაუბრობთ, არ ვიძახით კონკრეტულ ამ ერთ თამაშზე, არც ჩემპიონატზე, მიდგომაზე ქართული რაგბის ამ რო ახალგაზრდებში უფრო განვითარდეთ, რომ მე დონე და სტილიც შესაბამისად შევცვალოთ, უფრო სანახაობრივი გახდეს ჩვენი რაგბი. მთლიანობაში ეს ციფრები ძალიან ისეთი არის, სხვა შორის წვიმა იყო, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის, ურუგვაიმაც ბევრჯერ ურტყა ფეხი, რაც ბურთი ქონდა 25-ჯერ დაარტყა და ურუგვაი მაგაში არ არის მანდამაინც ძლიერი და ესე იყო რაღაცა ყოველი 2-3 პას მოყვებოდა ერთი ფეხის დარტყმა. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო 1-8-დან. მაგრამ აფრიკასთან ჩვენ მქონდა იგივე 2-3 იმას ერთი ფეხის დარტყმა. ბურთს იცილებ. ხო, ალბათ არა ისიც არის, რომ მოწინააღმდეგე ძალიან წნეხავს, მაგრამ რაღაცა მომენტები უნდა დაიჭირო, რომ სადაც არჩევანი არის ფეხით თამაშსა და
ხელი თამაშ შორის აუცილებლად ხელი თამაშზე უნდა გააკეთო არჩევანი რომ მეტი ბურთი და რაც შეიძლება დიდი ხანი კონდეს ბურთი ხო ამ ფეხის დარტყმაზე მე მინდა კიდე იმიტომ რომ თუნდაც იგივე აფრიკის მაგალითი უელსთან ოდესაც უელსი თამამად თამაშობდა და ბურთს დაიჭირეს საკმაოდ კარგი ლელოები გაუტანეს მაგრამ ნუ უელს და ეხა მან შედარებას არასორი არის რა რაც შეეხება დანარჩენ სხვა სათამაშო კომპონენტებს აქაც 11% გქონდა 6+ რაკი ანუ 6 წამი და მეტი 53% 0 და 3 და 36% იყო 3-6 ანუ რისი თქმა მინდა 99% შედარებით ჩქარი იყო და აი მოდი აი ძალიან ბევრიც რო აღარ ვილაპარაკოთ აი სტატისტიკა და ციფრები აი საიტკენ მიყავს და ეს კომენტარებიც მეც რო ნახე აი ეს ტაქტიკა რაღაცეები რო უფრო მეტი ილაპარაკეთ აი თავარი განსხვავება რაშიც ჩამოვჩებით მაღალი ეშელონის გუნდებს ზოგადად რა ქართული რაგბი არის ტემპში თამაში რასაც ვაკეთებთ ყველაფრის აფად გაკეთება იგივე აფრიკასაც სტილი აქვს რომ სხვათა შორის რომ ჩვენთან მიახლოვებული შეიძლება არა მაგრამ ნუ ეგ ჭიდაობა დომინაცია შენი ფიზიკურობის ხარჯზე ეგ სტილი აქვს მაგრამ ამას აკეთებენ ძალიან სწრაფად რომ მიწიდან სწრაფად ბრუნდებიან ეს ფაზური თამაში სწრაფად ხორციელდება და მოწინააღმდეგე სწორედ ამით ახერხებ რომ წნეხში მოაქციო რომ სუ ინტენსივობაში არ ამყოფო რაღაც მომენტში გადაწყობა უჭირთ ის სწრაფი წინამოსვლა უჭირთ და აქ უკვე უპირატესობებს იღებ და როდესაც ეხა 5-6 წამი და ზემოთ ადის ნუ იქ რთულია და უბრალოდ ერთ თამაშს ვახსენებ ეხა ბოლო წლების ალბათ საუკეთესო თამაში იყო ზელანდია საფრანგეთი ეროვნული ნაკრები და აი ეს კომპონენტი იყო 91% იყო ზელანდია ანუ თავისი ბურთის ფლობის ანუ აი რაკის სიჩქარე ანუ 0-დან 3 წამამდე 91% ქონდა და საფრანგეთს ქონდა 78% და სანახაობა ეხა იქ რო იყო ეგ ანუ ამაში ჩამორჩები და ამას რა თქმა უნდა ჭირდება უკეთესი უნარები კონტაქტში უფრო მეხოხებულობა ძალიან გაშლები ვართ ეგ ხშირ შემთხვევაში რაცა ესეც გვინელებს რომ კონტაქტში დიდი ხანი კი შეიძლება მოიგო კონტაქტი მაგრამ იმ კონტაქტის ეპიზოდი გაგრძელდეს 5-7-8 წამამდე ავიდეს და იქ კიდე მიწაზე რო წავა იქ კიდე შენელდეს დამასობაში დაცვის ხაზი და ჩათვალეთ რომ ყველა ისა თავიდან იწყება შეტევის ორგანიზება აი იქ აზროვნება კონტაქტური უნარები და 1000 რაღაცა და თლიანი ვარჯიშების ფილოსოფია რა ნუ ზოგადად სპორტში თანამედროვე იმაში ისავლება რომ ჩვენ ვართ სიტყვაზე უფრო ხშირად ვასავლით მოძრაობებს და იმ ეტაპზე არიან გადასული გუნდები რომ მოძრაობაში აზროვნებას ასწავლიან აი ამაში გვაქვს დიდი სხვაობა სწრაფი გადაწყვეტილება ან ხო და აი მოკლედ რომ შევაჯამოთ ისა ეს დეტალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოღონ არ არის რომ იქ ხვალ გავიდეთ და ამას სწრაფად გავაკეთებთ იმიტომ ეს არის 1000 რაღაცა რა აზროვნება, უნარები და ასე შემდეგ. ხო, აი კიდე იმას შეიძლება კომენტარს გამოეხმაუროთ რა, ზუსტად აი ამ ჭრილში, რომ გითხრე ჩვენი ერთ-ერთი მაყურებელი წერს, რომ აი ბოლო 5 წუთი თუ 7 წუთი უელსთან იყო ჩვენთვისაც იყო კარგი, ძალიან კარგი რაგბი, სწრაფი წალეკეს, სწრაფი რაკები, სწრაფი გამოტანა. ძალიან ჩქარი აჩქარდა რაკი. ხო, ძალიან ჩქარი. ცოტა ქაოსი იყო, მაგრამ ხო, არა, იქ ვიღაცა იყო. ხო, თავისთავად ეხლა კი, მაგრამ ეგ ჯობდა. ხო, რა თქმა უნდა, ჯობდა და იმიტომ დაგვრჩა ყველას ეს ბოლო მომენტი და იმიტომ დამწყდა გული, რომ აი ამ შეტევის მერე შეგვეძლო მოგება და ეხლა იქ ვიღაცა მოთამაშეს ახსენებს შეცდომა იყო თუ არა მისი წაღება ბურთის ეს ეხლა ისეთი რამეა მაგასაც ვიტყვი ანუ აქ იქაც ემოციური მომენტია რა ხო რა ბაიას მომენტი იყო და ესე აქ მოთამაშეებს აღგზავნებთ რომ ვიღაცა შეიძლება რაღაც ცუდი თამაში ქონდა და იქ გავაკრიტიკოთ რაღაცა ისე უბრალოდ ხიანი სურათი რაც არის
იმას რომ აღწეროთ, თავარი ანალიზი გავაკეთოთ, გამოვკვეთოთ. აი, რო დაედო ხო იმ ყოლბაიას ხო? კი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის შეცდომა იყო, გაიჭედა, მაგრამ იქაც დახმარების უზრუნველყოფა როცა ხდება, შეიძლებოდა რომ დროულად დაეხმარნენ, მაგრამ კონტაქტში აი რაც ვახსენეთ წესით რატო ნელდება რომ შეიძლება გვერდიდან დახმარებოდა ვიღაცა რომ ჩაეკეტა ის ან ეს დაბლა წასულიყო 1000 ის ბევრი როდესაც ბოლო წუთებია უფრო გაუფრთხილდე ბურთს და ისა მაგას ანუ ხა მოთამაშეებს მაგაში არ დავსდეთ უბრალოდ ამ თლიან სურათებს პირიქით აქ აი ეხლაც გამოვყოთ რამოდენიმე მოთამაშე ხა ხალვაში იყო თითქმის 100 მეტრი ბურთით გაირბინა 133 მეტრი ქონა ტაბატაძეს უკვე თან ტაბატაძე აღნიშნეთ რამოდენიმეჯერ და ბევრი თამაში გადააბა კარგად. ანუ სტაბილურობა შეუძლია რომ ზედიზეთ ეხა მანამდე აი ესე იგი დაახლოებით თვე ნახევარში საკმაოდ ბევრი თამაში გამოუვიდა ჩვენ 20 ლამდეს და ყველგან კარგი იყო. ანუ ამბის სტაბილურობა შეუძლია და ძალიან კარგია. 133 მეტრი. ანუ ორივე უკანახაზელია და ყველაზე მეტი ქონდა ორივე გუნდში და ასევე ორი წამღები იყო შიოშვილი გასაგებია რომ ესეთია ყველაზე დიდი გაბარიტებით და ყოლბაიაც იგივე ნახსენები რომლებსაც რაღაც 80 მეტრი 95 ან შეკინებაში ორი დიდი წამღები ყავდა და მაინც ეს ერთი კიდე გამოვარჩიოთ რა ვიცი ხა ყველაზე მეტად აი ყველაფერი რო აქვს რაღაცა ისეთი კი კაპიტნობას ხაზი გაუსვით, მაგრამ აი ეს ნარსია ძალიან მომწონს. აი ესეთი მოხერხებული არის, რასაც აკეთებს კონტაქტში ძალიან ჭკვიანი არის და ნუ სამილელო გაიტანა, ნუ ძალიან ისეთი გამორჩეული იყო და ეს ბიჭებიც ვახსენოთ ისიც, რომ ეს ხალვაში არის მაგალითად ეხლა ლელოში თამაშობს, ჩაქვის გაზრდილია. ისეთია ტაბატაძე, ნუ არმიის გაზრდილია, მაგრამ სართიჭალის სკოლიდან ყავს. შიოშვილი ლელოში იყო დიდი წილი, თუ არ ვწდები, ოღონ ხულიგანადან არის, ნუ შიოშვილი მამამისის ხულიგანაში თამაშობდა. ყოლბაია ფოთის გაზრდილია. ნარსია, ნუ ქუთაისელი, ანუ იმისკენ, ანუ რამოდენიმე ბიჭი და საკმაოდ ბევრია ეგ რომ პატარ-პატარა კლუბებიდან მაგიტო არის საქართველოში აი ეს კუთხურობა განსხვავებული ტიპის ადამიანები ვართ რომლებსაც განსხვავებული უნარები გვაქვს და ძალიან ტემპერამენტი აქვს სხვადასხვა კი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაშლა ეს პატარ-პატარა კლუბების მოკლედ სიძლიერე ეს მრავალფეროვნება იწვევს რომ ნაკრებით შესაბამისად ისეთი კადრები ეყოლება რომ მრავალფეროვანი გუნდი შეგვიძლია დავაყენოთ და მოკლედ გამოსარჩევია ეს პატარ-პატარა გუნდებიც. კი ბატონო. აი აქ ეს ეპიზოდი რა კი ყოლბაიას ეპიზოდს გაიხსენეთ თქვენ და შეთქვი რომ მათ შეიძლებოდა ვთქვათ გვერდებიდან მიხმარება დროულად რაც აბსოლუტურად სწორია. ნუ ეგ სისტემა არ ვიცი ხა არის რომ კონტაქტში ესეთი სტილი აქვს რაღაცა ის მაგრამ ნუ ხო რა ეგ მე მაგალითად აქ ვთვლი რომ ამ ეპიზოდში როგორც ყველა სხვა ეპიზოდებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკრიდან ადამიანს რომელიც აკეთებს კომუნიკაციას კი მაგრამ ისე თანხდებით რომ ბურთიზიანი არის მთავარი კაცი და სხვა შორის ამ ზელანდიელებს ვიცით სხვანაირად ვაკვირდები უყურებ ყველა თამაშს ასე მაინტერესებს იმიტომ რომ სხვანაირი ზელანდია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ კონტაქტში დაბალ პოზიციას აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იმ რომ ნელი რაკი გვაქვს და ის ხშირ შემთხვევაში მაღლა ვართ და რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეს აძლევ დაბლა შემოსვლის საშუალებას და იქ ორი კაცი, სამი კაცი და ნუ ფაქტიურად ლეგალურად გიჩერებს რა აქვს ჯარიმის გარეშე რა. ნუ ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტში დაბალი პოზიცია რომ თუ წინ ვერ წახვედი მინიმუმ სწრაფად ჩადო და ბურთი სწრაფად გავიდეს. კი ბატონო.
კი ბატონო, ეს ზუსტად მოდის გუნდურობიდან, როდესაც უფრო დაბლა მიდიხარ, მაშინ გუნდურის სხვა მექანიზმები ირთვება, როცა ქართველი ხარ და ბურთით ხელში ყველაზე მაგარი ხარ პლანეტაზე, გინდა ბოლომდე წახვიდე. ეს არის ფსიქოლოგია სუფთა, აი ჩვენი ასე იდენტობა ეგეთია რა, ქართველი და მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთი რაღაცა მინდა გითხრათ კიდე, სანამ ლევან თუ შენ კიდე ერთი არის ურუგვაიზე ძალიან სუსტად ითამაშეს, განსაკუთრებით წვიმაში გამოჩნდა რომ ანუ სუსტად ითამაშეს, ოღონდ ჩვენ ვართ ამათზე აი ამ გუნდებზე ძალიან მაღლა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩვენ გაგვიჭირდა, მაგრამ თქვით, რომ აფრიკასთან ეხა იგივე სხვაობა ყოფილიყო ციფრებში, წააგებდნენ 80 გულას და მეც შეიძლება რაღაც გუნდები. მაგრამ ეს ორთაბრძოლა და კონტაქტში აი ხასიათი შეგვიძლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაგბში და მაგიტო მოდ ესეთ პატივისცემას, თუნდაც აფრიკელების და ურუგვაის ბურთს ჩვენ 22-ში არ ქონია, საერთოდ 0% ქონდათ ესეთი ესეც არცეთ გუნდზე არ აი ხა რახან ამაზე ერთ-ერთმა გაგვიკეთა კიდე კომენტარი, რომ სანამ 1500 კაცი ითამაშებსო, არაფერი გვეშველებო. ხა 20000 კაცი თამაშობს ურუგვაიში რა. ჩვენერი ქვეყანაა ზუსტად რა. ჩვენი იმით რა ქვია მოსახლეობის რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენზე ორჯერ მეტი აქვს შემოსავალი, სამჯერ თუ არა, ანუ ეკონომიკაც უკეთესი აქვს, მაგრამ ჩვენ უკეთესად თამაშობთ. ანუ რა თქმა უნდა, კარგია რომ 100 კაციდან ერთს არჩევ, მაგრამ ნუ აი ჩვენ იმ რაღაც თვისებებით რაც გვაქვს ბრძოლის უნარიანობა და ამას თუ დაუმატეთ ჩვენ კიდე კარგი მომზადება მთელ აი უნარჩვენები შედეგით იქნება. მშობელი ყოველთვის ეძებს იმ პირობას, სადაც უკეთესია თავისი შვილისთვის და შექმენი პირობები, კარგი პირობები ბავშვებისთვის და აი ნახავ თუ არა მშობლები წამოიყვანენ იქიდან და მოიყვანენ შენთან. არ არის როგორც ჩანს ეგ პირობები. გამომდინარეობს ეგ საიდან ბავშვებთან ურთიერთობიდან, ბავშვების მომზადებიდან. აი ეს არის მთავარი, მაგრამ ეს მე მინდა ერთი რაღაცა მინდა, ესე იგი, ერთი მე მინდა ვინატრო, აი ნატრულობ და ვოცნებობ, რომ ჩვენმა ბიჭებმა აი ეს როგორც ურუგვაისთან ითამაშეს. მინდა რომ კაი გუნდებთან ითამაშონ ესე. იტალიას ხვდები და იტალიას ხვდებით ჩვენ. და იტალიის მერე მოგვიწევს ალბათ ირლანდია. სავარაუდოდ კი არა, ირლანდია მოგვიწევს ახლა მას ფიჯისე თამაში. კი და ანუ ორი ძალიან კარგი თამაში, თან ისეთი არა რომ არ შეგვეძლოს თუნდაც და ისე იტალიას პარამეტრები ძალიან ირლანდიასთან ვიტახთ, რომ იტალიასთან ჩემს ფავორიტები ვართ ახლა. კონტაქტის ზონაში ჩვენ ესე ვერ განივავართ. იგივე არ დაგვემართოს ახლა. ახლა ნახე, ჩვენ ესე ვთქვა, თამასა ავწიეთ, პირველ თამაში უნდა მოგვეგოდა, გაგიჟებულები ვიყავით, მეორე აფრიკასთანაც არ ვიცი. თავის სიმღერები. ნუ მოდი ვთქვათ, რომ იმედია კარგად ვითანო თამაში ახლა სიტყვაზე აი მე-9-ზე გახვალ თუ მე-11-ზე ამ ეტაპზე. კი ბატონო, იგივე არ დაგვემართოს. არა, ეგ უკვე ის არის. მაგრამ თავი არის რომ ეს თამაშები, ეს კაი ეპიზოდები იგივე არ დაემართოთ მეთქი, მაგას ვიძახი რომ ითამაშო, სათამაშოდ გავიდენ და არა ისტორიის დასაწერად. ხო, ეგ ჩვენ არ ვიცით ახლა დაემართებაც თუ არ დაემართებაც. არა, ეგ როგორც იმას შეუძახებ, ისე იქნება, ხო? ეს გასაგებია, ხო და. ხო, გაანებონ ამას თავი რა, ამ ისტორიის დაწერას. ეხლა მე მინდა დაუბრუნდე იმას, რაც შენ თქვი და ცოტა უფრო აი გავბედავ და ვიტყვი, რომ აი ნუ არ ვიცი, ტაბატაძე, რომელიც მე მგონია, რომ ჩვენ ახალი ვარსკვლავი გვესდება, ისე როგორც ერთ დროს გამოჩნდა ნინიაშვილი, ტაბატაძემ, როდესაც ესეთ მძიმე მოედანზე, როცა აი ესეთ პირობებში ამ სიჩქარეს აკეთებ და სიჩქარეში ახერხებ ამ ფინტაობას, ეს ძალიან რთულია და როგორც ჩანს ეს ბიჭი, ნუ ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან მაგარი უნარების ბიჭია და მინდა ასევე რა თქმა უნდა ხალვაშის თამაშიც აღვნიშნო, ძალიან მაინტერესებს იტალიასთან როგორი, აი ტაბატაძეზე უკვე კითხვები არ მაქვს, ეგ აუცილებლად, აი დარწმუნებული ვარ, ეგ ბიჭი გაისვრის ძალიან მაგრა წავა. აი დანარჩენებიც მაინტერესებს, მაგალითად ყავს ჩვენ 15 ნომერზე კიდე შემცვლელი ყავს კიდე როგორია იქნება შემახსენო გუშინ თამაში არობელიძე ხო არობელიძე ეგეც მაინტერესებს და ეგეც
ეხლა არმიაშია და ეგეც ოზურგეთის არწივებიდან არის ანუ მაგასაც აი მნიშვნელოვანია რომ იმ პატარ-პატარა გუნდებს მშობლიური კლუბები ვინც არის ხაზი გაუსვათ ყოველთვის იმიტომ რომ ბოლო წლებში დაკნინებული იყო ეგისა და ძალიან მნიშვნელოვანია მოზიდვის ეტაპი რომ ესეთი უნარებიანი ბავშვები თან სხვადასხვა კუთხეებიდან რაც შეიძლება ბევრი იყოს დევდარიანიც სხვათა შორის ეთყობა ძალიან გონიერი ბავშვია ნუ რაღაცით დამამახსოვრა თავი იცი აი სწორი გადაწყვეტილებით და ნუ ნახოთ რა ყავს საინტერესო ბიჭები და ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა მინდა გითხრათ აი რაც ჩემთვის ჩავინიშნე მე ჩვენ ყავდა აქ ნიკა ამაშუკელი რა და მაშინ ნიკამ გითხრა რომ ნუ აი შედარებებს რო აკეთებდა ვთქვა ჩვენი ბიჭების მომზადებას პარალელს ავლებდა ვთქვა აი სარაგბო ქვეყნების წამყვან ქვეყნებთან ჩვენო უფრო სტატიკური ჯანი გვაქვს და იქო უფრო ფეთქებადობაზე არისო რა და უფრო ფეთქებადები არიან ეხლა გვართ სტატიკური ჯანის ხალხი ყავს კი ბატონო მაგრამ მე არ ვეთანხმები იმ აზრს თუ ეს აზრი დომინირებს რომ ჩვენ ეგეთები ვართ აი ამბობდნენ რა რომ ჩვენ აი ჩვენ შეგვიძლია მაგრამ თქვა ჭიდაობა აი პირველი ხაზი გვეყოლება მაგარი მაგრამ სისწრაფეები ჩვენ არა გვაქვს რა მე ამას არ ვეთანხმები თუნდაც ტაბატაძეს მაგალიძე ხალვაშის მაგალიძე ნინის მაგალიძე ყავს ჩვენ ესეთი ადამიანები და ჩემი აზრით ჩვენ სწორი მიმართულებით თუ წავალთ ესეთ ბევრ ბიჭს აღმოვაჩენთ კიდევ და მოვიყვანთ რაგში. ნუ იქ სწორად თუ იმუშავებ და აინტერესებს ის არ წავა სხვაგან. ის დარჩება შენთან. მაგალითად სამი ნომერი ჩვენი რაზმაძე რომელიც თქვენს რომ კომენტარ მე არ ვიცნობ მაგბის მაგრამ თითქოს საქართველოში არის როგორც მორაგბე ჩამოყალიბდა უცხოეთში რა ბელგიაში დაიბადაო მგონი თქვენს და თამაშობს კასტრში ახალგაზრდულ გუნდში. ეხლა მაგან გუშინ აიტაცა ბურთი და 0-ში წავიდა. ესე იგი ღერძზე შეუტია. ღერძზე რო შეუტია მაგ ბიჭმა ეხლა ეთყობა რომ ძლიერი ბიჭია მაგრამ შეხედეთ როგორ წავიდა განა ის ფეთქებადი მოძრაობა არ იყო მისი როგორ წავიდა და შემდეგ 10 ნომერი რო დახვდა ბოჭვაზე როგორი გრუპირება სიჩქარე დააგდო გრუპირება გააკეთა და სწორად ითამაშა აი ესეთი ბიჭები ყავს ჩვენ რა და შეგვიძლია ჩვენ კარგი თამაში რა და ამასაც მინდოდა ხაზი გამესვა რა რომ არ არის ეგრე საქმე რომ ჩვენ აი ყავს ძლიერი პირველი ხაზი ფორვარდები შეგვიძლია ყავდეს მაგარი და გარეთ ჩვენ უშანსო მოდი აი მაგასაც ეხება რა ნუ აი ცოტა მას გადაუხვევ და მოკლედ საქართველოს ჩემპიონატი სადაც ეს ბიჭების დიდი ნაწილი თამაშობს. On სხვადასხვა ლიგებს ვიძახი ლიგა, პირველი ლიგა, რეგიონი თქვა, დიდიად. მოკლედ რაც არის ახალგაზრდული ლიგა, რაც წელს იყო. მთლიანი ჩემპიონატის რაც იმართება, ძირითადად ჩვენ თამაშობთ ისეთ პერიოდებში და ის რა თქმა უნდა შესაბამისად ისეთ მოედნებში, რომ წარმოუდგენელია რომ რაგბი ითამაშო ძიმე პირობებში. ძიმე პირობებში, ქარი, წვიმა, ალახი, მოედანი, ძიმე, ანუ წარმოუდგენელია იქ რომ ხანდახან 5 მეტრიანი კი არა 2 მეტრიანი პასვედ გააკეთებ ისეთი პირობებია და ესეც ხო მარტივი არის რა ეს დასაფიქრებელია და აუცილებლად შესაძლებელია როდესაც ახლა სექტემბერში მოიწყება ჩემპიონატი ნუ ბერმაგონმა მარტში დაამთავრა და თებერვალი იანვრის ბოლო თებერვლის დასაწყისში ალიგამ დაამთავრა ნუ ეგეც პრობლემაა და თან იქაც ვთამაშობთ ისეთ პირობებში იქ ღია თამაშს გამორიცხულია რომ ითამაშო და როდესაც კარგი ამინდია მაგალითად ეხლა 3 თვეა ვისვენებთ არაფერი არ ხდება რაღაცა შემთხვევით რაღაც მარტივი ტურნირები თუ ჩატარდება მაგრამ აი სისტემურობა ანუ სადაც არის აი ჩემპიონატი მთლიანად სადაც იმართება ანუ როდესაც კარგი მინდვრებია კარგი ამინდებია რა თქმა უნდა მოთამაშეს განწყობაც, ტრავმაც ნაკლებია, სიჩქარეები მეტია, იქ ყველაფერი მინიმუმ ამით უკეთესი თამაშები გამოვა, უკეთესად განვითარდებიან მოთამაშეები, აი ესეთი მსგავსი დეტალები. თუ ეროვნული გამოჩნდები არ გაწვევა.
არა, ეროვნული გამოცდების გარდა იქ აწუხებზე ერთ ასაკს, ხო, მოკლედ რა. ხო, მაგრამ მთლიანობაში ის მორჩი 3 თვეა რა. და ესეთი პატარ-პატარა დეტალები თან მივაყარეთ, ეხლა სამ კვირაში მქონდა ისა 2 გუნდს რაღაც 6 თამაში თუ რაღაც. და ანუ ძალიან ისეთი არის რაღაც პერიოდი სიცივე სადაცაა. მოკლედ აი რო აღარ განვავრცოთ აი ამასაც მნიშვნელობა გამბიჭებს არ აქვს თამაშები ისეთ კარგ ანუ ღია სიტუაციებსაც მოხდებოდნენ და ეხლა გამოდი და სოფლიო თასზე ეგრევე ითამაში ღია თამაში ну ცოტა რთულია რა ცოტა ძალიან რთულია რა და ესეთი მსგავსი პატარ-პატარა დეტალები არის რომ არ ჭირდება რაღაც სასაული ინოვაციები უბრალოდ სწორად რო გააკეთოთ ესები კარგად დაიცვა რაღაცა ისა რომ უკეთესი ჩემპიონატი იყოს და შესაბამისად უკეთესი მოთამაშეების გეყოლება რა. კაი, გადავიდეთ მაშინ შემდეგ თამაშებზე. იტალია არის ჩვენი მომდევნო მეტოქე. იტალიის თამაში უყურე იმასთან, შოტლანდიასთან პირველ ტურში. შემდეგ იაპონია კი დაამარცხეს, მაგრამ მაინც კარგი გუნდია და განსაკუთრებით შოტლანდიასთან აი ისე იყვნენ რომ აი თითქოს დარწმუნებული რო ხარ რომ უნდა მოუგოს აფათ ათამაშებდნენ თავისი ნახევრიდან უტევდნენ და ერთი პერიოდი ქონდა თითქმის შემოაწერალეს თამაში მაგრამ მაინც ააგეს. ნუ იაპონიასთან მოიგეს მაგრამ მანდა მაინც დიდი სხვაობა მიდიოდა. იყო ვერ ვიტყვით და ნუ აქ ზელანდიამაც მოუმატა ეხლა ბოლო თამაში რა მაგრამ ძალიან მარტივად 50-ე წუთზე უკვე დაამთავრებული იყო ის თამაში მაგრამ კარგი გუნდია რომლებიც თამაშობენ კარგ რაგს თამაშობენ და ვფიქრობ რომ ნახოთ იმედია ეს წვიმები აღარ იქნება და კარგი სახალისო რაგბი უნდა გამოვიდეს თან ეს მე-19-16 უკვე დასავლეთში თამაშობენ. ხო, წვიმაც რო იყოს, ქუთაისის მოედანმა აიტანა წვიმა, რაც ვერ აიტანა თბილისის მოედანმა. ჩვენ ქუთაისში გვიწევს თან. კი, ქუთაისში ვარ. ხო და იქ და რო იყოს კარგია რომ დასავლეთში მყოფი ისინი თან ბევრი ბიჭი არის იქ დასავლეთიდანაც და იქ უფრო მარტივი იქნება რომ გუნდები, თანაგუნდელები, მსვლელები ისინი აქ მაინც ყოველ იმაში 5 დღეში ჭირს ჩამოსვლა რომ ესე ორგანიზება და იქ ვფიქრობ რომ მაყურებლების რაოდენობა იქ მოიმატებს რა. ერთ სიტყვით ვფიქრობ რომ საკმაოდ ისეთი კარგი გუნდია და არ იქნება მანდამაინც იოლი ისეთი თამაში და რაღაცა საინტერესო იქნება რა სავარაუდოდ ეხა სტატიკა მოლში უნდა მოვერიოთ მაგრამ ისეთი გუნდიც არ არის რომ ღია თამაში ვერ შევეჯიბროთ და თან გამოჩნდნენ კარგი ბიჭები რა და ნახოთ მოკლედ რა იქნება წინასწარ პროგნოზებს. კიდე ერთხელ ვიძახი მთავარია აი არ გადაწვან ეხა და რაღაცაც ხო ის არ მოხდეს რა სათამაშოდ უნდა გავიდეს სხვათა შორის ესე იგი რაც თქვით და ნუ მოგების შემთხვევაში ალბათ ირლანდია მოიგებს და ორი საკმაოდ კარგი თამაში უნდა მივიღოთ. აი ბოლოს იქნება ორი კარგი თამაში. აქ ახლა გადაწვით ჩემთვის მაგალითად ეს SMS-ის მე ექსი გადაწვით ეგენი აღარ გადაიწვებიან იმიტომ რომ უკვე მათი მე-4 თამაშია ამ ჩემპიონატზე და თანდათანობით შედიხარ ხო იცი ეჭხში და მე მგონია მაგრამ ესე იგი აქ ერთი რამეა რომ თვითონ იტალიური გუნდი ისეთი გუნდია რომელსაც თქვა სტატიკაც კარგი აქვს და დინამიკაც კარგი აქვს და დაგიპირისპირე პრობლემებს შეგვიქმნის შეცვლა შეუძლია. ხო, შეუძლია. იქ უპირატესობა დაგიჭირა შერკინებაში, იქ კარგად შეუძლია გამოვიყენოს. ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს? პირველ 5 წუთში, 10 წუთში უნდა ავიღოთ დომინაცია. როგორ და რის ხარჯზე უნდა ავიღოთ დომინაცია? ჩვენზე კარგად ეგ იციან დაუშვათ ვიტომ და ბიჭებმა, ბეგომ და ასე შემდეგ რა. მე მგონია თუ ჩვენ ისევ დავიწყებთ როგორც უელსთან, გავაჩერებთ და ვიფიქრებთ ისევ ბურთი ავწიოთ და ასე შემდეგ და ეს თამაში ჩვენ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. აი ეს თამაში ბოლო 10 წუთი რომ მოეწონა ჩვენს მაყურებელს და რომ გითხარ რომ ბოლო 10 წუთი ისეთი თამაში ვნახევ. აი ამას მიმსგავს აი ეს თამაში, ეს მოდელი რო ავიღოთ ჩვენ, ოღონდ ეს გავაკეთოთ არა ბოლოში,
არამედ დასაწყისში. იტალიას ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებს შევუქმნით. ოღონდ ჩვენ ამისი არ უნდა შეგვეშვინდეს. შენ ხო თქვი იმისი, რომ არ უნდა სწრაფი თამაშის ცდელობა უნდა იყოს და არ უნდა შეგეშინდეს. იმიტომ შეცდომი დაუშვებს რა. შეცდომის. აი ეს რაც ბოლოში გავაკეთეთ უელსთან, აი ეს მოდელი ავიღოთ, ჩავსვათ და პირველი 10 წუთი ეს გავაკეთოთ და მერე თამაში გამოვა. აუცილებლად გამოვა. აი დარწმუნებული ვარ რა, თუ აქ ყველაფერი დასაწყისზე იქნება. გადაწვას მე პირიქით აი ჩვენ გუნდს უკვე კარგად აქვს ის ფიზიკური მომზადება, შეგვიძლია ვთქვათ, ძმები ნადარეიშვილები მუშაობენ ამ წლების განმავლობაში და ამ მიმართულებით აი ძალიან ესეთი მაგარი ბიჭები არიან და აი ზუსტად ადგენა როგორ თამაშიდან თამაშამდე მისვლა ეგ მომენტი აი ყოველ შემთხვევაში არასდროს არ ყოფილა რომ ჩვენ ფიზიკურად ხო არა მე მენტალობა ვიგულისხმევ და მე მგონია რომ მანდ უკვე ელიტაში ვართ რა აი მანდ ფიზიკურობას რაც შეეხება ეს ადგენა მართვა მენეჯმენტი ეგ რამდენად ეს ბიჭები ენერგიულად იყვნენ შემდეგ თამაშზე და ასე შემდეგ ნუ დანარჩენი ახლა მართვა როტაცია სელექციას როგორ აკეთებ. კაი შემდეგ ისეთი კაი თამაშების გამოვარჩიოთ ესე იგი უკვე დაიყო თქვათ 16 გუნდი პირველი 4-ეული მეხუთე მერვე მე-9 მე-13-ზე უკვე ვილაპარაკეთ და ქვემოთ რა 13-16 თუ როგორც არის კი მე-9 მე-12-ზე მოკლედ პირველი 4-ეული ვთქვათ არის საფრანგეთი რომელმაც ისეთი კარგ ავსტრალიას მოუგო გია იქ იყავი ხო არა ძალიან ისე აი ბოლოს აი ძალიან გაუჭირდათ რა ხო ბოლო 20 და ყველა ნახეთ ეს თამაში რა თქმა უნდა სტადიონზე უფრო კარგად აღიქმევა ეს ყველაფერი რა ეგ სახეებს კარგად ხედავ და ცვლელები რა დღეში იყვნენ მაგრამ მაინც მოახერხეს რა იმიტომ რომ აი ავსტრალიამ აი ყველაფერში უპირატესობა ქონდა სტატისტიკაში ერთადერთი აი მანდ აი მე რაც უყურებდი ზედმეტად აყვა ფეხი თამაში. ის იყო თუ არ ვცდები იყო 32 ჯერ დაარტყა. მოკლედ ავსტრალიამ 33 ჯერ, საფრანგეთმა რა ძალიან დიდი ციფრია. და არა და ბურთის ფლობაში, ტარებაში, სიჩქარეებში, წამომღებებიც ისეთი კარგი ყავდა ავსტრალიას. კი, დაკარგეს ბურთები, მაგრამ ჯარიმებში რაღაცებში ქონდათ ისა ну ორი კაცი გაუსიმბინეს ეგეც იმოქმედა მაგრამ რაცა მომენტუმი დაიჭირა მე აქედან საფრანგეთმა და მიუხედავად ამისა რომ გაექცა იქ საფრანგეთი მაინც ჩემი აზრით იყო შეცდომა ეს რომ საფრანგეთს აყვა ფეხით თამაში და მანდ მიიღო ნაკლები შესაძლებლობა რა. ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი დომინაციის გაკეთება შეეძლო. აი ხა დიდების მე კაცს და იმაზე რომ გადავალთ, იგივე ფეხით თამაში იყო ზელანდია, საფრანგეთი რო ვახსენეთ. და იქ ზელანდიამ მომენტი დაიჭირა რომ რაღაც ეპიზოდებში რისკავდა და არ აყვა ამ იმაში და სწორედ ამიტომაც მოუგო. ანუ ეს ხო დაიწყეს იქაც ფეხით. კი, იმიტომ რომ ხლა მაშინ მეტოქესთან უნდა ცდილობდე რომ შერკინება მოუგო, მოული აუტი რაშიც ხა ავსტრალია დომინანტი ვერ იყო მაგ კომპონენტებში და თუ ეს არა გაქვს ფეხით თამაში ზოგადად ცდილობს ისეთი გუნდი რომ ამინცაც გააჩინა და ბევრი ნიუანსია, მაგრამ აი ესე რომ გამოკვეთოთ რომ აი წნეხში ფეხი იქ რომ შეიძლება ბურთი დავარდეს, მეტი შერკინება იყოს, ჯარიმა მოყვეს, აუტი, მოლი და ამას აკეთებ იმ შემთხვევაში თუ შენი შერკინების იმედი გაქვს და ამ შემთხვევაში ზედმეტად აყვა პინგ-პონგში და სწორედ წააგო და მართლა კარგი გუნდი იყო სასიამოვნო რა თამაშობდა და ნუ გავიდა საფრანგეთი რა თქმა უნდა ძალიან კარგი გუნდია ინგლისი არგენტინა ვახსენოთ რომელიც ალბათ ჩემპიონატის საუკეთესო თამაში იყო და აქაც ინგლისმა არ მიცა ბევრი შესაძლებლობა რომ კონჩეტევა და ღია სივრცეები დაეტოვებია არგენტინისთვის და
მოუგო რა ამ იმაში თამაშის დისციპლინაში, მართვაში. ძირითადად მე მგონი მაგრამ აქაც დისციპლინაში. თითქმის მოგებული თამაში სათუო გახადა. სათუო გაახადა, აქაც არგენტინა მომენტუმი დაიჭირა და თვითონვე დაუშვეს რაღაც. არგენტინა მაშინ წააგო, როცა 13-ნი დაიგო, რომ გაუგდეს კაცი და მერე გააწითლეს ის ჯერ ყვითელი მიწეს და ორჯერ გაუგდეს ყვითლით. აი მაშინ წააგო არგენტინამ ვეღარ დრო ამოჩა. აღარ ეყო. თამაშის მართვით მოგო ინგლისმა, და თამაშის მართვით მოიგო საფრანგეთი. კი ბატონო. ორივე ევროპული რაგბი რაც არის, ეტი განსწავლულობა, იქ დაი გადავიდეთ სამხრეთ აფრიკა უელსზე. ის რაც ფიჯის არ ქონია არასოდეს მართვა და აღისა არ აკონტროლებენია, მაგრამ რაც აქვს იმათ სხვას არ აქვს. ისედაც ევროპელები აი ამაში უკეთესები არიან, სამხრეთელები არგენტინაში ისინი თამაშობენ, ამაში კარგები არიან, მაგრამ უფრო მათი ძლიერი მხარეები სხვა რამეა. ხო და იგივე სხვა შორის სამხრეთ აფრიკა უელსზე, ნუ ერთ-ერთი რაღაცა ჭკვიანი და სიმპათიური გუნდი იყო უელსი და საკმაოდ კარგი ლელოების გაიტანა, მაგრამ ნუ პირველი ფავორიტია აფრიკა და ძალიან ყოველ კარგად ითამაშეს ახლა აფრიკასთან უელსელებმა, ძალიან მომეწონა მე ეგ თამაში, კულტურა თამაშის. ყველაფერი ჩანდა, ნუ უბრალოდ ის არ ქონდათ. ის სხვათა შორის ჩვენი ჯანი უელს დააკლდა. კი, კი, ან მარტივად უდებდა ლელოებს, რასაც ჩვენთან დიდი ძალისხმევა ჭირდებოდა. უელსთან მარტივად, იმიტომ რომ 14-0 ჩამორჩა თავიდან ისა, მაგრამ ნუ აფრიკა აი აშკარად გამოკვეთილი ფავორიტია და ყველა ტურში ამას ამტკიცებს, რომ ყველაზე კარგი გუნდი ჩანს. ესე და მეოთხე გუნდი იყო, ესე იგი ზელანდია, რომელმაც უკვე ვთქვით, რომ იტალია დაამარცხა და ყველაზე კარგი თამაში იყო და ისე არის ზელანდია, რომ მანდ-მაინც თითქოს არ ჩანს გამოკვეთილი ფავორიტი, მაგრამ აი სამხრეთელებისგან განსხვავებით, აი ეს თამაშის მართვა და კონტროლი ფიქრობ, რომ აი ძალიან კარგი აქვს და ამის ხარჯზე აი ძალიან მარტივად აი 60 წუთში ყველა გუნდს მოუგო. ფაქტიურად ის არ ქონია, მაგრამ ეხლა ვთქვათ, რომ ესე იგი საფრანგეთი ეთამაშება ხო ზელანდიას და ინგლისის აფრიკას რა და ნუ აქაც პრობლემა იქნება ზელანდიას იგივე მოლში, სტატიკაში, მაგრამ სხვა რაღაცების მოკლედ სტილისტურად ესე რო ვთქვათ, აი ესე საფრანგეთი და ზელანდია განსხვავებული გუნდები არიან, ინგლისი და სამხრეთ აფრიკას განსხვავებული და ნუ ამ ფილოსოფიების შეჯიბრი იქნება. აი მე მინდა აქვე აქვს ვთქვა ესეთი რამ, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ზელანდიაში ჩვენ ვართ განებივრებულები იმით, რომ ვთქვათ ყველა რგოლში ვარსკვლავი, ყველა რგოლში ქონდათ რა ყავდათ ყოველთვის. ეხლა შეიძლება ესეთი გამორჩეული ტიპები არ ყავდეთ. აი ეხლა არ ჩანდეს ისეთი რა, მაგრამ მათ რაც აქვთ ფილოსოფია თამაშის ის არ დაუკარგავთ და ამით თამაშობენ. ამას აფრიკას თავისი აქვს, არგენტინამ იპოვა დიდი ხანია უკვე თავისი კონცეფცია რა თამაშის იდეა რაც არის არგენტინასაც ეს აქვს კარგად და იცის რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვართ აი ამ გზაზე, რომელიც აი ჯერჯერობით ვერ გავიგეთ, საით წავიდეთ, როგორ გავაკეთეთ. აფრიკის ვერ ჩამოყალიბდით. ანუ იქ რაღაც ტემპს რაღაც იდეა არ აქვს. იდეის ნაკლებობა გვაქვს. ხო რა. თამაშზე იდეის ნაკლებობა გვაქვს. მოთამაშეები კი ყავს, მაგრამ თვითონ ეს მოთამაშეები უნდა მოერგონ ამ იდეას და აი აქ მე მგონი აქ გვიჭირს ჯერჯერობით. ხო, ნუ ახლა მოდი რა რახან მანდ ახლა ეგ უნდა მიდოდა რომ მეთქვა. ახლა ლევან რასაც ამბობს რა აფრიკას გვინდა რომ მიბაძო და ნუ გვინდა ზოგიერთების ფილოსოფია რა შეიძლება ხო ეს უკვე წლებია მაგას ვიძახით რა რომ აი არგენტინა უფრო საინტერესოა ხო აფრიკა არის ისა ეხლა სულ სხვა გუნდების ის მინდა რა ეხლა ხო იცით რომ ზედა ეშელონის თამაშობს ეხლა ჩვენ მაყურებელმა იცის და შოტლანდია არგენტინა თამაში რა აი პირველ თუ შეუძლიათ გადაახვიო ნახონ სადმე რა და დაიწყო არგენტინამ, აიღო, რა ქვია, შოტლანდიამ, გააკეთა ერთი დარტყმა, მეორე დარტყმა, იქ ბურთი შეინახა, დაარტყეს საუთში, ანუ ის, რასაც ახლა
ბურთი მივიდა შუაში. ანუ ცენტრთან არგენტინის აუტია. დავიწყე დათვლა, თუმცა დათვლა მაგას არ ჭირდება ისე, მე რა დროსაც გავხედე რა. მხოლოდ 25 ფაზაზე შეძლო არგენტინამ 10 მეტრიან ხაზთან მისვლა. და ჯარიმა არ ყოფილა და გავიდა 4 წუთი და 35 წამი. აი ამდენი ხანი, აი ეს ფეხი თამაში რაც ქვია რა. რასაც ჩვენ აი აქამდე ვაკეთებთ რა. ბურთს დავიჭერთ, ორ დარტყმას გავაკეთებთ, ბურთს შევინახავთ, მოვამზადებთ ამ ჩვენი 8 წამიანი მოლით და დავარტყავთ რა. და იქ მერე ხო მივხვდით რას ვიძახი რა. 5 წუთი თითქმის 10 მეტრი ვერ გაიარა არგენტინამ. რო თქვა ტემპი, უწყვეტობა. ხო. შეტევის ისეთი დაცვა ითამაშა შოტლანდიამ, რომ წინ ამ დროს არგენტინასთან, რომელიც აი დაქროდა, აბა ვერ წავიდნენ წინ რა. ესე პირველი ხის კონტაქტის დაუჭირეს, რაკებით შეუნელეს, ჯარიმა არა უღიათ. ნუ ეხლა ნელ-ნელა თუ გინდა გადავიდეთ ჩვენ თამაშს. მიუბრუნდები მეც, ანუ აი მან ჩანდა აი შოტლანდიის უკანა ხაზმა შექმნა უბურთოდ ძალიან ბევრი მოძრაოეს და ეს მრავალფეროვნება სწორედ უკანა ხაზის ხარჯზე შექმნეს. რაც თითქოს არგენტინას უნდა ექნა. გასაკვირი იყო ეს ანგარიში, მაგრამ ნუ დაშალეს და ძალიან ისეთი ძალიან ლამაზი ლელოები დადეს, მაგრამ აი თვალში მოსახვედრი იყო ეგ უბურთოდ უკანა ხაზელების ძალიან ბევრი მოძრაობა, გადაადგილება და ამის ხარჯზე თანამედროვე რაგბიც ეს არის წინა ეშელონში არის შერკინება და ცდილობენ თვითონ არგენტინას გამოირჩევა უკანა ხაზელების და რიცხობრივი უპირატესობა ოიპოვება, იქმნება უკანა ხაზის უბურთოდ გადაადგილების გადაწყობი. რა თქმა უნდა. ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი. მარტო შერკინების ხარჯზე კაი, დიდ ნაკრებზე გადავიდეთ. ახლა მე მინდა გითხრა აქვე რა კი ეს თემა უბრალოდ დავამატო რა ჩემგან. ის რაც თქვენ ბრძანეთ ახლა რა სწორად. რა თქმა უნდა, უკანა ხაზის გადაადგილებები ძალიან ბევრს ნიშნავს და მაგრამ როცა შენ 8 კაცში იმ ფორვარდებში ყავს კიდე მოთამაშეები, რომლებსაც ასევე კარგად შეუძლიათ გადაადგილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის გამოდის შესატევად 15 კაცით. მაგრამ როდესაც შენ მხოლოდ 7 კაცი ყავს ისეთი, რომელსაც შეუძლია გადაადგილება და სადღაც სივრცეებში შესვლა და ასე შემდეგ, ეგ ნიშნავს, რომ შენ ეთამაშები ისინი 15 კაცით გეთამაშებიან შეტევაში, შენი ღარიბი შეტევა, იმიტომ რომ 7 კაცს შეუძლია ეგ 8 კაცს და მეც არ შეუძლია. ეს არის სიღარიბე ჩვენი თამაშის. ნუ ეს მე დავამატე უბრალოდ ეხლა შეიძლება არ დამეთახმან, მაგრამ ნუ ურუგვაისთან იყო იქაც თამაში და რაღაცა ისეთი დაძაბული თამაში გამოვიდა, მაგრამ რაღაცა კომპონენტებში ქონდა უპირატესობა იმ ჩვენი შერკინების ოთაბძოლაში უკეთესები ვიყავით იმ ხრივ რომ მოკლედ მოუგეთ რა ჯანში 100-ში მაგას ველოდი თქვით კიდევაც ეგ მაგრამ აი ციფრებს რო შევხედო რო არ იცოდე შედეგი და ვინ ვისე თამაშება აი უბრალოდ ციფრებს მაჩვენებლებს რო შეხედო ამ მაჩვენებლების მიხედვით იტყვი რომ რომელმა გუნდმა მოიგო კი ურუგვაის და ჩანს და თან ბევრი თანაბარი ის იყო მაჩვენებლები მაგრამ აი განსაკუთრებით ხა უპირატესობის ხაზის გადაკვეთა უჭირდათ რა და ნუ ერთადერთი იყო რომ მანდა მაინც ხა მოკლედ აი ეს მარტივად რო ვთქვა ჯერ არ გვიპოვია ის თამაში ახალმა მსნელმა არც არის გასაკვირი ხო რა აი უფრო სელექციის ის ერთადერთი ხა გამოყოფი მახათაძეს ყველაზე მეტი ბურთით წინ წავიდა 69 მეტრი ქონდა ნუ გამორჩეულად იყო ორივე გუნდში რაც მიულოცოთ დებიუტი ქონდა 9 მეტრი ბურთით ირბინა და მიულოცოთ ნინის რა მაჩვენებელი ქონდა დანჩენებით შედარებით დაბლა იყო ნინიმდე ორჯერ მივიდა ბურთით როგორ გონია სამჯერ და
სამჯერვე რაღაცა მოხდა. ერთხელ კარგად ფეხი შეაცურა, ერთხელ გაიყვანა და ლელო დავდა. რატო დადგა დიდი? მაგიტომ, მაგრამ სამჯერ მიუვიდა სულბურთი. მე ეგრე მგონია, რა ვიცი. არა? ხო, მაგიტომ დააყენებდი შენ. ხო, აი ხა ადამიანს, რომელიც მოძრაობს და შეუძლია ხაზი გაჭრა. მე ვფიქრობ, რომ ნუ არ ვიცი ხა ლევანი შენ დამეთანხმებით, მე ვფიქრობ, რომ დააყენეს იმიტომ, რომ შეტევა უფრო მწვავე ყოფილიყო. ნინიაშვილი იმისთვის 13 ნომერზე არ დაუყენებიათ, რომ ვთქვათ იმათი 13 ნომრის გვეშინია და დაცვაში რომ სწრაფი აწევა ყოფილიყო და ისა. არ ამგონია, იმიტომ რომ წინა აპრიორი ვიცოდით, რასაც შენ ამბობ, რომ კონტაქტის ზონაში ჩვენ ვიქნებოდით დომინანტები. ხო, ეგ ხო ვიცოდით. ნინი დააყენეს ალბათ ახლა ლოგიკით, ნინი იმიტომ დააყენეს იქ 10 ნომერზე ეს დააყენეს შემტევი ბიჭია ეგეც, ლუკა და ესა და ნინი დააყენეს იმიტომ რომ იქ სივრცეები ეპოვა და 15 ნომრისთვისაც უკანა ხაზში მოდი ვიდავრით თქვა. ამაში ვერ მოუგეთ და ვერ ვიყავით ჩვენ რომ ამ გადაადგილებაში უბურთოთ ამ უპირატესობას რაღაც იმებში კონტაქტში ვქნიდით, მაგრამ ვინელდებოდა თუ ისა იყო რაღაც კაი შეტევები ქონდა და ის ალანიას ლელო შიგნით კარგად დებიუტი არ იყო მაგრამ ლელოთი დაიხნის მერე დებიუტი ესე დავარქვა. კი, მაგრამ წინანობაში აი ეს არ ჩანს რა რომ რაკი როგორ იყო? რაკი 50%-ზე მეტი სამწამიანი იყო. კი, მაგრამ მაინც დაბალი მაჩვენებელია რა ესეთი დონის თამაში და ისა მოდი აი ესე რომ ვთქვათ მაინც ძალიან ბევრს ვერ განვიხილავთ ნაკრების თამაშს საინტერესო იქნება რომ საერთოდ ეს სუნელი არ გამოჩენილა ჯერ არაფერი არ ანუ ინტერვიუც არ მომისმენია რაც დაინიშნა ხო და კარგი იქნება თუ ვილაპარაკებს სელექციაზე ფილოსოფიაზე საით მივდივართ როგორც მივდივართ ჯერჯერობით ჩვენ რასაც უყურებთ არის რომ რაც კარგია სავარაუდოდ ყველა მორაგბე იგრძნობდა რომ თუნდაც რუმინეთში იპოვა ვიღაცა გამოიძახა იქ ფედერალში სელექციის პერიოდია მოდი ესე კი და ეგ ჩანს რომ ეძებს მაგრამ რისთვის ეძებს ეგ რომ მოგვიყვეს კარგი იქნება საინტერესო იქნება და თავსაც იქ შეცვლები არის გადაადგილებები მოკლედ ამ დაკომპლექტების მომენტშია და ვახსენოთ ეს რომ არის ეს ორი ჯგუფი არის ხო 12 გუნდიანი ელიტა და ნუ ერთად 100 ხო ესე ქვია და ქვედა 12 ოღონ ეს ქვედა 12 არ არის ეს რუმინეთი და რაღაცები რა ანუ ტონგაც არის სამოაც არის ეს ნიდერლანდები და ბელგია მაგალითად და ანუ ისეთი გუნდები აი ურუგვაი კარგია სათამაშოდ ისე რომ იმდენად წინ ხარ რომ იმას არ უნდა ეთამაშო და არაფერს არ ეგრე არ არის რა და ეხლა გასვლითი ალბათ ესპანეთიც არის ხო კი ესპანეთი კანდა მოჩა 42 ხო რა აი ესეთი თამაში იყო 42 ხო და ამერიკა, პორტუგალია, ისეთი გუნდებია, რომ ორი ქულით მოუგო პორტუგალიას, ხო, კონგი უნდათ რომ ცოტა აქეთ იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხო, ნუ ახლა სამოასთან აგვაქვს რა თამაში და საინტერესო. მოკლედ გვიწევს გასვლაზე ისა, მე შემოდგომაზე აქეთ მოდიან და საინტერესო თამაშებია და კარგია ამ სელექციისთვის და სოფლიომდე კარგი პერიოდია რა, ვფიქრობ, რომ შეუძლია რომ ეს ბიჭები მოიძიოს თამამად ენდოს რომ თუნდაც ამოასთან და იმასთან არაუშავს რა რომ ვიღაცას არ გამოუვიდეს ან შეცდეს ან რაღაცა ნუ ვისაც ნახავს რომ ნაკრებს გამოადგება რომ უფრო თამამად აღარ ჭირდებათ რომ ჟირად წინა წლებში იყო 3 წელი ყავდათ ნაკრებში ვარჯიშებზე და 1 წუთი არ ქონდა ნათამაშები და ეგ არ არის და კარგია და ერთ სიტყვით მოვიგეთ თან კი დაძაბული იყო მაგრამ მოვიგეთ გაჭირვებით არ მოგვიგია ვაჯობეთ რა ისე მოვიგეთ სამოა ნახოთ აბა როგორი იქნება და კარგი იქნება თუ აი ეს ცოტა მერე რო ჩამოვლენ და ისა ეს ნელი გაიხსნება ნუ ვარჯიშები რაღაცები ალბათ შედარებით უფრო გაიხსნება რომ ნაკრების სივრცეებში შეგეძლება ისვლა ისა და
უყვარს კონტაქტი და ჩვენ შევეცდებით მოვიყვანოთ. კი და ბევრს ილაპარაკებს, აი თუ აპირებ ჩვენი პლუსები, მინუსები, ანუ საინტერესო იქნება ეს რა, ჯერ ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვით, 7 კაცაზე. ხო, 7 კაცა იყო, ეხა ევროპის სერიის 7 კაცა იყო. იქ ძალიან რთული სისტემაა, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეხა კიდე მეორე ტურნირი იქნება სპლიტში და მოკლედ რა გუნდში უნდა მოხვდეთ, რომ რაღაც საფეხური ზემოთ ავიწიოთ რა. ესე მე ველაპარაკე გიორგი ნოზაძეს ველაპარაკე და ნუ პირველი 3 თამაში იყო გადასარევი რა, ესე ვთქვათ, პირველი დღე, უბრალოდ დღე ნახევარი 3 დღიანი ტურნირი იყო. სულ ეს წაგებული თამაშები წამოვიღეთ, ესე ვთქვათ რა და ბოლო განსაკუთრებით რა, ეს იტალიას მოუგეთ ბოლო წუთზე 19-17, ნუ მე ისე დაალაგდა იქ დანარჩენი 3 თამაში, ისევ იტალია შევხვდა და ნუ არც ეს დანარჩენი იყო კატასტროფა რა, აქაც ვიგებდით და აქ პირიქით ვიგებდით და წავაგეთ რა, ყველა თამაში იყო ეგეთი რა და ეხლა არ ვიცი, თვითონ გიორგი არის, ნუ აი დადგუნულია რომ ნუ ეს არ უნდა მოვსლო და ნუ არაუშავს, ნახოთ. ნუ რავი, პირველი 3 თამაში იყო, რომ 3-ვე საგება შეგვეძლო და მოვიგეთ. შემდეგი 3 იყო, 3-ვე მოვიგეთ და წავაგეთ. წავაგეთ, ხო და ნუ ის იყო რა, ჯერ თამაშის პროფილი რაც არის, ხო, არ არის გამოკვეთილი რას ვთამაშობთ, როგორ სავარაუდოდ დრო დაჭირდება ეს მოთამაშეებიც ვინ როგორ შეიძლება რაღაცა რამოდენიმე ტურნირის მერე სხვა ჯგუფები ვიხილოთ. ნუ ერთი ვინც გამოკვეთილად იყო ეს მოდებაძე ძალიან გამორჩეული. ხო. მატიას მოდებაძე. აგარი ბიჭია ძალიან. ბურძგლას შვილიშვილი. ანუ აშკარად განსხვავებული. აგარი ბიჭია ძალიან. ბურძგლა ხარო. მე ერთ-ერთი რაც ნახე იმ თამაშებზე აი ოღონდ ამ ბურძგლას შვილიშვილია. ხო, არა. ხო და მოდებაძე შოკა მოდებაძე. ესე იგი მე რაც პირველ ჯგუფში თამაშები ვნახე, წაგებული თამაშები რო შემოატრიალა, მე გამახსენდა აქ გიორგი ნოზაძე როცა ყავდა დაპატიჟებული და მაშინ მკითხე, აი რას ფიქრობ შენ, მაინც თქვა რა თავარი თვისება რომელსაც უნდა ფლობდეს 7 კაცას, მე 7 კაცეს აბა მითხარით ხო და მენტალობა უძლიერი რა. ხო და ეხლა მე თამაშებს წაგებული, ნუ წაგებული თამაშების შემოტრიალება რომ ნახე პირდაპირ მენტალობაში ვიარე. ხო რა, ზუსტად გეუბნები. ეხლა მე დამაინტერესა რა, იმიტომ რომ ნუ ამ ბიჭმა ეხლა იცის ჩემთვის თავარი რა არის, მე დავინახე რომ გიორგი მიცის რა უნდა და საითკენ მიდის რა, აი ეს დავინახე. ერთადერთი მე უბრალოდ თამაშები რაც ვნახე, შემდეგი რომელიც დავმარცხეთ. აი ვიგებდით ხო შემდეგ იტალიასთან. ანუ პირიქით, ჩვენ ეხლა ვისწავლეთ წაგებულის მოგება. ეხლა უნდა მოგებულის მოგება იქ რაც მოხდა, აი შენ რაც თქვი რა, იქ პატარა დაგვაკლდა, რა დაგვაკლდა. ესე იგი ტაქტიკურად არასწორ შეცდომები დაუშვეს, იქ იყო საჭირო ერთი კაცი მოედანზე, რომელიც სწორ რაღაცას დაიძახებდა, გააკეთებდა სწორ კომუნიკაციას და იმ ჩვენ შევინარჩუნებდით. მოდი აი მე ცოტა ისე რა ვიცი. ხო, შენ ხო რაღაცა ერთობა მაქვს მეგობრობ და 7 კაცის ის ცხარში, ასე თუ ისე რაღაცა. ხო და აი მე ესე უყურებ, ნუ საწყისი დარტყმებზე პრობლემა გქონდა. აშკარად თვალში საცემი არის, რომ უკეთესობა გვჭირდება და თლიანად სათამაშო სტილი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი. ძალიან ბევრი ინდივიდუალური თამაში იყო, ნაკლებად კოლექტიური, მაგრამ ის რასაც რამოდენიმე ვარჯიშიც ეხა უყურებდი იქ რომ ჩამოდიოდნენ და სელექციას აკეთებდნენ. ეს უწყვეტობის ელემენტები რაღაც ღია სიტუაციაში იყო და ესეთი კაი ლელოებიც გავიტანეთ, მაგრამ თვითონ ესეთი სათამაშო სტილი აი ერთი გამოკვეთილი იყო დაცვა 7-0-ზე თამაშობდით, ის უკან აი 1-5-1 არის, ბოლო კაცები მოძრაობენ და 7-0-ზე რო ხარ, ანუ 6+1 თამაშობდნენ ადრე და ეხა უკვე იმდენად დაგვიდო იტალიამ სხვა შორის. ხო და ანუ სხვა შორის აი მაგრამ ხშირად მუშაობს, ეგ მაგ 7-0-ს აი კუთხეებში გჭირდება ცოტა ისეთი აი 15 ნომერი გარემარბის ტიპაჟები, რომ უკანაც სულ გაწმენდა უწევს
და მაინც ფიქრობ რომ ეს სწორი არის 7-0, იმიტომ რომ ჩვენ 6 და 1 უკან იქ სუსივცეები დარჩება და უფრო დიდი პრობლემები გვექნება. უბრალოდ ეს უნდა დაიხვეწოს რა. ნუ ფიზიკურადაც კარგად ვიყავით, ისე არ ყოფილა რომ ისა და დისციპლინაში ბევრი ყვითელი რაღაცა მომენტებში იყო რომ სულთად არ ვთამაშობდით. რომ იქ არის აი შვიდკაცაში აი მენტალობა რო ვახსენეთ, არის რომ 6-ვე თამაში შეიძლება კიდე რაღაც ეპიზოდები არის რომ შეიძლება რაღაც დავარდე ბოჭვა, ისა გეტკინოს რაღაც ისა და მე დაელოდო ისინი 6 ხარ და გიტევენ და მე წამოდგე და გააგრძელო თამაში. ესეთები ხშირად ყოფილა და მაგას მაგალითად ახალგაზრდულში ვაქცევდით ძალიან დიდ ყურადღებას, რომ ვეუბნებოდით, რომ ეს არ უნდა გააკეთო. და ეხლა ჭირდებათ ის, რომ დისციპლინას მოუმატო, საწყისებზე უკეთესად ვიყოთ, იქ ინდივიდუალურად არ შეიძლება რომ 7-ვე ინდივიდუალისტი იყო, რაღაც კუთხეებია, პროფილებია, რომ ეხ რაც ვთქვით მოდებაძე ინდივიდუალურად რაღაცა მომენტები იყო, რომ თითქოს ზედმეტებიც გააკეთა, მაგრამ ისე კარგად შეასრულა და ეგეთი ხასიათის ამბავი იყო, რომ არ ჩაუთვალეს, რომ მაინც თვითონ რა 1-2 მოთამაშე ისეთი, რომელიც იმის გარდა რომ კოლექტიურ თამაშს თამაშობ, ცოტა განსხვავების შეტანა შეუძლია და ეგ ბიჭი ძალიან მომენტია თუ არა მატიას მოდებაძის განსხვავებული სკოლა. სკოლა. ჩვენი მოთამაშეების სკოლა განსხვავებული არ ჩანდა. ძალიან ჩანდა. აი პირდაპირ ყვიროდა. ხო, აი მანდ მივდე. წამოვით ისევ მანდ მივდე. ხო და აი მოკლედ დაცვა ფილოსოფია სწორია, ნუ შეტევაში უნდა გამოჩნდეს, იმიტომ რომ კოლექტიურობა საჭიროა, იმიტომ რომ ზედმეტად არ გადაღალო ის ჯგუფი, რომელიც იქ მუშაობს და ცოტა ისეთი მეტი ბურთის მოძრაობა ალბათ აუცილებელი არის, რომ სივცეები გავაჩინოთ და ნუ საწყისები, რა თქმა უნდა, უკეთესობა ისა და ნუ არიან კიდე ბიჭები, როგორც ვიცი, ამ ბევრი ვარჯიშობდა და ალბათ ახალი ბიჭებიც გამოჩნდებიან და წარმატებებს უსურვებთ, იმიტომ რომ ყველა თამაში იყო, რომ იქ ესპანეთთან 2 გოლით იქ ისა, მაგრამ იგივე იყო პირველ დღეს, ხო რა და ჯერ არის ეგ ჩანს, რომ ძიების პროცესში ვარ. აი, ნუ ნახოთ, იმედია სპლიტში ახლა თვის ბოლოს ამ 8-ში მოხვდებით და ერთ საფეხურით წინ წავედით. უკრაინა ამოვიდა, ისიც ვახსენოთ, ისა ჩვენი მეგობარი გიორგი ბარბაქაძე იყო ვიდეო ანალიტიკოსი და ერთი კაი საინტერესო ეპიზოდი თქვა. ერთი გოგონა, ვინც გახდა საუკეთესო მოთამაშე, ანუ ტროფიდან მოიგო ტროფი უკრაინამ და ავიდა ელიტაში. გოგოებში და ესეთი რაღაც ყოფილა და ომში არის ის გოგონა, მედიკი, ანუ სამედიცინო მიმართულებით და წამოსული იყო ტურნირი ითამაშა და ეხლა ბრუნდება ისე ომში. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ეს. კაი ხალხო, დღეისთვის დავამთავროთ. მადლობა მაყურებელს, რომ გვისმინეთ, მოყვევით, გამოგვიწერეთ და აი აქვე თქვენი მცირე დონაციისთვის ხედავთ ანგარიშს. კარგად ბრძანდებოდეთ.